ესე იგი, ახალ ტერიტორიას კარგი ის აქვს, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობები, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმ ტერიტორიას და ბევრ შესაძლებლობას იძლევა, რომ გაკეთდეს ისეთი ზოოპარკი, რომელიც მართლა გამორჩეული შეიძლება იყოს ამიერკავკასიაში. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი თანხები და ჩვენ არ გვაქვს ამდენი ფული სამწუხაროდ. კეთილო ადამიანებო, ჩვენი პოდკასტი და ახალი ზოოპარკი დააფინანსეთ აუცილებლად. ხო, არ გვაქვს ამის საშუალება, რაც ძალიან დასანანია, იმიტომ რომ მე ბევრ სხვადასხვა ზოოპარკში მიწევს ხოლმე სიარული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აი მართლა არ ვიცი თეთრი შურიც აღარ ქვია მაგას. ათ შავი რა არ ვიცი, მართლა გულწრფელად მშურს ხოლმე რო უყურებ რამდენი შესაძლებლობა აქვს იქ ბავშვებს და რამდენ რაღაცას თავაზობენ და როგორ საინტერესოდ არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი და მე ბრაზდები ხოლმე რომ ჩვენ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა. საერთოდ ბევრი რაღაცას აკლდებიან ჩვენი შვილები სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ბევრი რაღაცის შესაძლებლობა არ არის. და ჩვენი ახალი ზოოპარკი იქნება უბრალოდ არის უკვე ძალიან დიდი, ეს არის 48 ჰექტარი. საკმაოდ დიდი ტერიტორია და ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ არ ვართ ძალიან დიდრები, ესეთი კონცეფცია მოვიფიქრეთ რომ და ეს არ არის დაუშვათ რაღაც გამონაკლის და ჩვენი ნოუ-ჰაუ არ არის, იყოს მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებული ზოოპარკი. იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი რაღაცა ეხლა ცოტა შორიდან მოუვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ რო გვანძღავენ ხოლმე ზოოპარკს, ყველა გვადარებს, რომ აი როგორი ზოოპარკებია ევროპაში, ხო? რა თქმა უნდა, იმათთან შედარებით რანაირად უნდა შევედაროთ, ხო, იმ უმდიდრეს ზოოპარკებს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი რაღაცა რასაც დამთვალიერებელი ვერ ამჩნევს. როცა არ აქვს ჭიდრო შეხება ამ საქმესთან, ხო? მაგალითად, ეხლა ჩვენთან რო შემოდიან, ხო, როცა ხედავენ დაუშვათ ამ ბარიერებს, არის რომ აი ცხოველები არიან იმაში, შემოსაზღვრულ სივრცეში. რეალობა ის არის, რომ იმ ზოოპარკებშიც ანალოგიურად შემოსაზღვრულები არიან, ანალოგიური დენის წერტილები აქვთ, რომ ცხოველი გარეთ არ გამოვიდეს, უბრალოდ აქვთ ამის შენიღბვის შესაძლებლობა აქვთ. ანუ ისი არის ეს ყველაფერი შეფუთული, რომ დამთვალიერებელმა ვერ დაინახოს ეს ტექნიკური დეტალები, თორე ის ყველაფერი იქაც არის. აქ ის პრობლემაა, რომ აქ უბრალოდ შენ ხედავ, იმიტომ რომ მე არ შემიძლია რომ ხელოვნური ჩანჩქერი დავაყენო, აქ ხელოვნური შადრევანი და არ შემიძლია რომ ტროპიკული ტყე მოვაწყო იმის გარშემო და შენ უბრალოდ ხედავ, თორე და სხვა მხრივ მე ამბობენ ხოლმე რომ აი ჩვენი ცხოველები გამხდრები არიან და იქ რა კარგი ცხოველები არ არის ასე. რეალურად ეს არის ხოლმე ჩვენ ცხოველებს ხა მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ აქვთ აბსოლუტურად ევროპული სტანდარტების შესაბამისი კვება, მოვლა, ვეტმომსახურება და ყოველდღიური ზრუნვა. იმდენად რომ დაუშვათ ჩვენი მომლელების გაკეთებულ აქტივობებს სხვა ზოოპარკებშიც, კარგ და მდიდარ ზოოპარკებშიც იზიარებენ ხოლმე. უბრალოდ აქ არის რომ დამთვალიერებელი, როდესაც შედის ზოოპარკში, თვალი ჭამს და თვალი სვამს. იმიტომ რომ ცხოველისთვის პრინციპში ახლა ამ ლომისთვის მნიშვნელობა არ აქვს მისი ვოლიერის გისოსი მწვანე იქნება თუ შავი, მაგრამ დამთვალიერებლისთვის ახლა ამერიკის ერთ-ერთ ზოოპარკში ვიყავი გაოგნებული, ლეოპარდის ვოლიერი ჰქონდათ, რომელსაც ახლა ჩვენთან ლეოპარდის ვოლიერი არის შემოსაზღვრული ძალიან გამძლე რკინის კონსტრუქციით და ლეოპარდის ვოლიერი ზემოდანაც კი გადახურულია. და ბუნებრივი ახლა დამთვალიერებელი რომ მოდის ხედავს, ხო, ეს ამდენი რკინა არ უნდა ჩანდეს რეალურად, მაგრამ ჩვენთან ტექნოლოგიაც არ არის ესეთი განვითარებული და ეს ამერიკის ზოოპარკს რო ყვაბოდი, ლეოპარდის ვოლიერი მეგონა რომ ცხოველი, ჩემსა და ცხოველს შორის არაფერი არ იყო. და ახლოს რომ მივედი, აი ესეთი უწვრილესი სიმები იყო გაბმული, აი როგორც გიტარის სიმები ესეთი, ოღონდ ცხადია უმკრივესი, მაგრამ წვრილი აი ესეთი სიმები იყო შავი, გაბმული, რაც უზრუნველყოფდა იმას, რომ შენ ცხოველს რო უყურებ, იქ ბარიერს ვერ ხედავ.
გონია რომ არაფერი არ არის, მაგრამ ახლოს რომ მიდიხარ, იქ ხედავ რომ იქ დენიც გადის, ყველაფერიც გადის, მაგრამ მასალაა ისეთი, რომელიც ესთეტიკურად და შეუმჩნეველია და თან ლამაზია, ხო? და ჩვენთან ჯერ ერთი ახლა არც არის ეგეთ შესაძლებლობები ტექნიკური ვერციშოვი მსგავს ბადეებს დაუშვათ, ხო? და მეორეს ერთი რა ღირს ეს ყველაფერი ეგ კიდე ცალკე თემაა. ელემენტარულად ახლა იმ ზოოპარკებში ამას წარაკვირდებიან ხოლმე ალბათ ადამიანები, რომ აი ჩვენთან ახლა დენი გადის თვალს ხედავს თვალი, რომ დენი გადის, მაგრამ აი იქ ხო ხეებზე დაყენებულ დენის წყაროს ხო აქვს ხის ტოტის ფორმა და შენ თუ არ ხარ ზოოპარკის თანამშრომელი, საერთოდ ვერ მიხვდები რომ იმ ხეზე დენია. როცა იმიტომ რომ ისია გაკეთებული, რომ ხე გონია, ან იქ გამწვანების ნაწილი გონია და აბა რა ვქნათ, ძალიან კი გვინდა რომ კარგი ზოოპარკი გავაკეთოთ, უბრალოდ ფიზიკურად რაღაცების მიღწევა ჩვენთან შეუძლებელია და ეხლა თანხებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეხლა იგივე ამერიკის ერთ-ერთ ზოოპარკში ვიყავით, სადაც ახალი ვოლიერი გააკეთეს, ჰიპოპოტამების ახალი სივრცე გააკეთეს და გვაჩვენებდნენ ამ ყველაფერს როგორ მოაწყეს რანაირად თქვეს რომ ჩვენო როგორც გვინდოდა ისეთი არ გამოვიდაო, იმიტომ რომ სხვა გეგმები ქონდაო და ეს არ მოგწონსო. ოღონდ იყო ამ ჰიპოს ვოლიერის ფილტრაციის სისტემა იყო ერთი ქარხანა. მართლა ერთი ქარხანა. აი ერთი სრულფასოვანი ქარხანა ემსახურებოდა ამ ერთ აუზს და ეს 200 მილიონი დაგვიჯდაო. იმიტომ რომ მეტი ფული არ ვქონდაო. და ჩვენ მე და ჩემი ვეტექიმი ესეს უმუჯლობდით ვუწყდით ერთმანეთს და კიდე უკმაყოფილოები იყვნენ რომ აი ისეთი სიკამკამის წყალი ვერ მივიღეთ რა როგორიც გვინდოდაო და მე ჩვენთან რომ მოდიან და რო გვეჭყობებიან რომ აი რა არის ეს კაცო რატო არის ეს წყალი ესეთი ჭუჭყიანი მე უკვე იმის თავის აღარ მაქვს ხოლმე რომ რაღაცა ახსნა განმარტება დაუწერა რომ რამხელა ფილტრაცია ჭირდება ჰიპოს წყალს ცხოველის რომელიც ისაქმებს წყალში და რამხელა ეს არის ხარჯთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული და ხარჯს რო თავი დავანებოთ ტექნიკურად რამდენად ბევრი რაღაცაა საჭირო რომ ის აუზის წყალი იყოს გამჭვირვალე. თუმცა აი ისინიც ჩივიან ის 200 მილიონიანი პროექტები რო გააკეთეს რომ აი ისეთი თქვათ ვერ არისო ეხლა რომ აი ეს უკიდურეს რაღაც სრულყოფილებას ვერ აღწევენ ხოლმე. და ამზად ხულისთვის ველოდებით ხო ახალ ზოოპარკს მაინც? შეგვიძლია თქვა თუ არა? ამზად ხულისთვის გვინდა რომ გავხსნათ ერთი ნაწილი ზოოპარკის. ოღონდ ეს არ იქნება მთლიანი ზოოპარკი დასრულებული, ეს იქნება ერთი ნაწილი. მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც უკვე გადაყვანილი ყავს ზოოპარკში, ეს იქნება კავკასიის რეგიონი, ჩვენი გეოგრაფიული ზონირება გვაქვს გაკეთებული და პირველს გავხსნით კავკასიის რეგიონს, იმიტომ რომ ჩვენ თქვით რომ ჩვენ საქართველოში უნდა გქონდეს ზოოპარკი, სადაც კარგად იქნება წარმოდგენილი კავკასიის რეგიონი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ისეთი სახეობა ყავს, რომელიც სხვა ზოოპარკებში შეიძლება საერთოდ არ ყავდეთ. ამიტომ ხო ესეც ახლა დამთვალიერებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რომ აი ან დამთვალიერებლის და სპეციალისტის კუთხით სხვადასხვა ცხოველის ყოლა მნიშვნელოვანი. არის ცხოველები, რომლებიც დამთვალიერებლისთვის არის სანახაობრივად ლამაზი და არის რომლის ყოლაც მართლა პრესტიჟის ამბავია, ხო? ხო და საქართველოში ბევრი ასეთი ცხოველი ყავს, მათ შორის ახლა დავუშვათ დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, რომელიც ბევრ ზოოპარკს არ ყავს, მაგრამ არის გადაშენების საფრთხეში. ხო და ახლა ეგ მიმართულება ავიღეთ, რომ ჯერ წარმოვაჩინოთ კავკასიის სახეობები და მე რა თქმა უნდა ამას დაემატება უკვე სხვა რეგიონებიც, სადაც მიმდინარეობს ახლა მშენებლობები და იმედია ოდესმე დასრულდება. მანდაც ბევრი რაღაცა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ხან ტენდერია, ხან ტენდერშიც რო გაიმარჯვებს ვიღაცა, ან შეიძლება შესაბამისი გამოცდილებაც არ არის, ხო? დაუშვათ ახლა ევროპის რომელიღაც ქალაქში რო აკეთებ ვოლიერს, უამრავი დაუშვათ არქიტექტურული კომპანიაა გარშემო, რომელსაც მომსახურებაში აქვს უკვე ზოოპარკებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება და იციან ყველაფერი და აქ ეგეც პრობლემაა, იმიტომ რომ ერთი ზოოპარკია და არ არის შემსრულებელი, რომელსაც აქვს გამოცდილება როგორ გააკეთოს დაუშვათ დათვების ღობე ისე რომ ამ ცხოველმა არ გამოთხაროს ქვემოდან, ხო? ამიტომ ესეც ძალიან დიდი, ესე წელავს მე ამ პროცესს, იმიტომ რომ ხო ყველაფერს თავისი
ესეც ხო დამთვალიერებელი ვერ ხედავს, იქ ხედავს რომ რაღაცაა, მაგრამ მიწის ქვეშ იქ რა ხდება და რამ ხელაზეა გათხრილი, ბეტონია ჩასხმული თუ ბადეა ამოდებული, მაგას ხო ვერ ხედავს. ამიტომ ესე არ არის რომ უბრალოდ გადავრეკეთ ცხოველები და იქ გაუშვით და ეხლა დადიან საძოვარზე და ბალახობენ ერთად ანტილოპები და ლომები. ესე არ ხდება რეალურ ცხოვრებაში.